მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემათა ციკლს სხვა თაობა. როგორც ხედავთ, დღეს ახალგაზრდულ სტუდიაში ვიმყოფებით არა ახალგაზრდა პირები. ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მხარეაობად ჩვენ ახალგაზრდულ ჯგუფს და მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდზე, სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ დავიწყოთ გადაცემათა ციკლი, რომელსაც ერქმევა სხვა თაობა და მასში მონაწილეობას მიიღებს ჩვენი თაობის, უფროსი თაობის წარმომადგენლები და ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდზე ჩვენ ახალგაზრდობას, მაქსიმალურად შევქმნათ დიალოგის რეჟიმი და ყველანაირად შევუწყოთ ხელი ჩვენ ახალგაზრდობას განვითარებაში და იმ გამოწვევების გადალახვაში, რაც დღესდღეობით მათ გააჩნიათ. ჩვენი გადაცემა იქნება ყოველკვირეული. ჩვენ გადაცემა არის თავისუფალი, ანუ მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც გამოგვეხმაურებით, ამისათვის უნდა მოგმართოთ ჩვენ საიტზე, სპეციალურ გვერდზე, რომელიც საიტზე იქნება მითითებული. გამოთქვათ სურვილი გადაცემაში მონაწილეობისათვის, ერთი კრიტერიუმი, რაც ამ გადაცემაში მონაწილეობისთვის არის დაწესებული, თქვენ უნდა იყოთ სხვა თაობის წარმომადგენელი, ისევე როგორც ჩვენ. დღეს ვისაუბრებთ ცვლად და ზოგადად და მიმოვიხილავთ გარკვეულ საკითხებს. ამისათვის ჩვენთან ერთად დღეს სტუდიაშია ბატონი დავით მიროტაძე, პოლიტიკური ანალიტიკოსი. დავითი ჩემი მეგობარია და აქედან გამომდინარე პირდაპირ მიმართავ დათოს და მინდა გითხრათ, რომ დათო იქნება ამ გადაცემის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი, რომელიც წარმართავს საერთოდ სხვა თაობის გადაცემებს და უზრუნველყოფს თქვენთან ერთად საინტერესო დიალოგების განვითარებას გადაცემაში. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ დღევანდელი გადაცემა იყოს ანალიტიკური ხასიათის და მიმოვიხილოთ პერიოდით თავისუფლებიდან დღემდე. თუ რა გაკეთდა და თუ რა უნდა გაკეთებულიყო, რა დავაკეთეთ, რა ვერ გავაკეთეთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეს განვითარებისა და კეთილდღეობისათვის აუცილებელი პირობები, რა ღირებულებები დავსახეთ, ან ვერ დავსახეთ და ასე შემდეგ. ეს მე მგონი საინტერესო იქნება თითოეული ჩვენთაგანისათვის და საინტერესო იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ეს დღევანდელი საუბარი საშუალებას მოგცემს გავშალოთ უფრო თემა და შემდგომ თქვენც მიიღოთ აქტიური მონაწილეობა შემდგომ განხილვებში. სანამ გადავიდოდეთ კონკრეტულ საკითხებზე, მე მინდა დათომ ერთი-ორი სიტყვით მოგახსენოთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. მოგესალმებით მოგებებს. წარმატებას უსურვებ ამ გადაცემას, ვფიქრობ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვა და განვითარდება. როგორც წამყვანები, ასევე გადაცემაც სტუმრებით. ალბათ ერთგვარი ხიდის ფუნქციასაც შეიძლება განვითარების შემთხვევაში გადაცემა იკისროს სხვა თაობასა და ახალგაზრდობას შორის ნამდვილად კარგად გასაგებია არსებობს ეს ხიდის და ჩატეხილობის საკითხი მუდმივად დგას ტრადიციულად. შესაბამისად ნახოთ რა გამოვა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან საინტერესო იქნება სამომავლოდ ჩვენი გადაცემა. ერთი რაღაც გამახსენდა უცბად. ეროვნული მოძრაობის გარიჟაზე, რომელშიც ჩვენ მონაწილეობდით ჩემი თაობის ხალხი და მე პირადად ვიყავი მეორე კურსის სტუდენტი, აქტიურად რო ჩავერთე ეროვნულ მოძრაობაში. მე მახსოვს პირველი მიტინგი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა და მახსოვს ერთი ქალბატონი, რომელშიც ხელში ეჭირა ვიღაცის სურათი. მე რომ გავიკითხეთ ახალგაზრდებმა, აღმოჩნდა ქაქუცას სურათი. და გავუწვით, იმიტომ რომ ჩვენი ღირებულებით ვიზნებოდით, რომ ქაქუცა იყო ყაჩაღი. და პირველი კითხვა, რაც დაისვა იქ საზოგადოებამ და მთელი მიტინგი სვავდა ამ კითხვას, რა უნდა ამ ყაჩაღის სურათს მიტინგზე. შემდგომ, რომ დავინტერესდით, დავიწყეთ წიგნების კითხვა და ასე შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ეროვნული გმირი. ანუ ჩვენი თაობა სწორედ რომ სხვა თაობაა და სულ სხვა ღირებულებებზე გაზრდილი თაობაა. და მხოლოდ დამოუკიდებლობის შემდგომ დავიწყეთ გააზრება იმისა, თუ რა არის ეროვნული ღირებულებები, რა არის ის აუცილებლობა, რაც ერის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია და სიმართლე გითხრათ, იმ დაკარგულმა წლებმა გარკვეული დაღი დაგვასვა ჩვენს
და აქედან გამომდინარე დალი დაასვა საქართველოსაც. თქვენ რა ვთქვით? თუმცა ეროვნულობიდან გამომდინარე შეიძლება ასეც ვთქვათ და ასეც შევხედოთ, რომ ჩვენი თაობისთვის უფრო მეტი გქონდა ინტერესიც, მეტი გქონდა წასაკითხით, სანახავით და გასარკვევით ალბათ ჩვენ თავში, რამდენად რა იყო რეალურად ჩვენი ეროვნული სული, რა იყო რეალურად ჩვენი ეროვნული წასული და დღევანდელი თაობასთან შედარებას გავაკეთეთ იმ თაობისას. დღეს თითქოს ეს ყველაფერი გარკვეულია და არ ეძებენ არაფერს და აქედან გამომდინარე ცოტა არ იყოს ალბათ ეროვნულობის გაცნობიერება ვფიქრობ არ მინდა ეხლა ახალ თაობას რაღაცა დავაკნინო მათ ეროვნული წარმოდგენები, მაგრამ ვფიქრობ რომ ჩვენ რაღაც ნუ ის თაობები იმ პერიოდის თაობა განსაკუთრებით იყო მოწადინებული რაღაც ეროვნული ეძია საკუთარ თავში და ქვეყნის ისტორიაში. თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ ის რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება, ის რომ ჯერჯერობით ვერ განვითარდეთ, ჯერჯერობით ერთი და იგივე წრეზე ტრიალებ და ასე შემდეგ, სწორედ ჩვენი თაობის დიდი დამსახურება წყალებში და ნაკლებად არის დღევანდელი თაობა ამაში თანამონაწილე. შესაბამისად, აი რაზეც ახლა ჩვენ ფაქტიურად გადავედით რა საუბარს, ეს არის ღირებულებების საკითხი. რამდენად სწორად ჩამოაყალიბა ერმა ღირებულებები დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად, რამდენად დაიცვა ეს ღირებულებები ჩვენმა ხალხმა და რამდენად მოხდა ამ ღირებულებების გადაცემა ახალ თაობაზე. დამოუკიდებლობის შემდგომ თუ არ ვთქვი მესამე თაობა უკვე რომელმაც ახალგაზრდობა განვლია, პირველი თაობა იყო სწორედ ეროვნული მოძრაობისა და იარაღის შხარუნის თაობა, ასე ვთქვათ, ხშირად მას დაკარგულ თაობასაც ეძახიან, თუმცა მე არ ვიზიარებ, რომ ის თაობა დაკარგულია, მიუხედავად ყველაფრისა. შემდგომი თაობა სრულიად გაურკვეველი ქაოსის, კორუფციის და ასე შემდეგ დროს მოუწია არსებობა და ახალგაზრდული წლების გამო და ასე შემდეგ. აი როგორ მიგაჩნია, რამდენად შეძლო ჩვენმა ერმა, ისევე როგორც დავუშვათ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, მათ ძალიან მკაფიოდ გამოსახეს თავიანთი ღირებულებები და ქვეყნის განვითარება სწორედ ამ ღირებულებებზე ააგეს. აი ჩვენ შევძელით ეს. ამ შემთხვევაში ალბათ უფრო საკითხი დგას არაეროვნულობის შეგრძნებასთან და აღქმასთან, უფრო მეტად სახელმწიფოების აღქმასთან და დამოუკიდებლობასთან შენი თავის მოქალაქის სახელმწიფოსთან. ეს უფრო მგონია მოქალაქეობრივი პრობლემა ჩვენში, ვიდრე ეროვნულობის პრობლემა. ამასაც ბუნებრივია ცხადია დამეთანხმები, რომ აქ ისტორიული საფუძველია. ხო, მუდმივად ქართველი, საქართველო იბრძოდა და მუდმივად ამ აუგზაურში იყო გადარჩენისთვის, ეროვნების შენარჩუნებისთვის, სარწმუნოების შენარჩუნებისთვის და ცხადია აქედან გამომდინარე მიიღო უკვე ტრადიციად გვექცა უფრო ეროვნულობაზე გადატანილი, ასე ვთქვათ, აქცენტები, ვიდრე ჩვენ სახელმწიფოებრივ შეგრძნებაზე, ჩვენ მოქალაქეობის დამოუკიდებლობაზე, ხო, იმაზე და სახელმწიფოს შექმნა, სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ყარადგომას, ყარადგომისთვის საჭიროა დამეთანხმები მოქალაქეობის მხარი შეგრძნება. ხო, და საიდან უნდა წამოსულიყო ეს შეგრძნება, რა გზა უნდა გაგვიყვანოს? ცხადია ბუნებრივია, ხა ეს იმ თაობებს, ჩვენ თაობებს არ გქონდა, ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, ნაკლებად გქონდა და შესაბამისად ჩვენც ვერ შევძელით კიდე შემდეგი თაობებისთვის ეს უფრო მეტად და უფრო მეტად გაგვიყურებია. თუმცა ძალიან პესიმისტები ვარ, ვიყოთ და რაღაც ისე არ გამოგვიუძეს, ხო? დღეს გაცილებით ვფიქრობ თაობები თანდათან რაც მოდის ახალი თაობები, გაცილებით უფრო სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები არიან, ვიდრე ვთქვათ, თუნდაც ჩვენ ვიყავთ, ხო, თავის დროზე. ჩვენ აი ზუსტად მაგას ვამბობ, ჩვენ უფრო კლასიკური გაგებით და არა თანამედროვე გაგებით, ამაზე საუბარი, უფრო ეთნიკური გაგებით. ამაზე საუბარი, რომ ეს ჩვენში ეს უფრო იყო, ვიდრე მოქალაქეობრივობის შეგრძნება. თუმცა ალბათ ბევრი არ დამეთანხმება, ხო, მაშინ როდესაც ჩვენ ვიბრძოლეთ ჩვენი სახელმწიფოები, თუნდაც პირველივე დღეები, თუნდაც 9 აპრილი
შემდეგ განვითარებული მოვლენები ხო საქართველოში და ამდენი შეწირული ადამიანი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ძნელია თქვა რომ არ ქონდა მოგაბატებობის განცდა. რა თქმა უნდა ქონდა, რა თქმა უნდა იყო და რა თქმა უნდა ძალიან კარგად იცოდა იმ ხალხმა, ვიცოდით იმ თაობის ადამიანებმა რისთვის ვიბრძოდით. და ეს არ იყო ბრძოლა რაღაცა თქვა გადარჩენისთვის. ეს იყო სახელმწიფოებრივისთვის ბრძოლა, რომელიც სამწუხაროდ დღემდე გრძელდება და ამ გაგრძელებაში დაგეთანხმები ჩვენ ვართ დამნაშავე დიდწილად რომ მოგვიწია დღეს კიდე 25 წელია გასული და კიდე მოდი დავით დავკონკრეტებთ ახლა და გარკვეული სფეროები მიმოვიხილოთ. სამაგალითოდ მე მოვიყვან ერთ-ერთი ქალბატონის სტატუსს, რომელიც Facebook-ზე წერდა. შემდეგ დავინტერესდი ჩვენ ამ ქალბატონით, იგი აღმოჩნდა პროფესორი, აკადემიკოსი, დღეს ასწავლის ახალგაზრდებს სამხატვრო აკადემიაში, გვარდა სახელს არ გამოსახელებ და თავად თვითონ დაწერა ეს სტატუსი, რომ მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა ახალგაზრდების აღზრდას, პროფესიონალად ჩამოყალიბებას და ასე შემდეგ. შემდგომ როცა დავინტერესდით ამ ქალბატონით და მისი CV ვნახეთ, ასე ვთქვათ, ავტობიოგრაფია, აღმოჩნდა, რომ ეს ქალბატონი არის უძლიერესი სპეციალისტი, უძლიერესი მხატვარი, უძლიერესი რაღაც პიროვნება, რომელსაც არაერთი ჯილდო აქვს, საერთაშორისო არაერთი გამოფენების ავტორია, ანუ ძალიან დამსახურებული პიროვნება და რატომ ვამბობ ახლა მე მოვიყვანე ეს მაგალითი. ბოლოში თავის სტატუსში ეს ქალბატონი წერს ესეთ რაღაცას, მიუხედავად ყველაფრისა, მე დღეს ანაზღაურება მაქვს 230 ლარი, მაგრამ მე ჩემს სტუდენტებს არ დავტოვებ. ანუ რამე გითხრათ, აი რამდენად არის სახელმწიფო წყობა ისე აწყობილი, ასე ვთქვათ, რომ პროფესიონალიზმი დაფასდეს. ანუ რამდენად ვაძლევთ ჩვენს ახალგაზრდობას იმის პერსპექტივების მაგალითს, რომ თავისი სწავლით, თავისი განათლებით, თავისი ერუდიციით უნება, თავისი აი ესეთ თანამედროვე ხედვებით ის რეალიზდება ჩვენ ქვეყანაში. მე მგონია, რომ აი სწორედ ეს არის თავი და თავი პრობლემისა, რომ დღეს არც პროფესიონალიზმია დაფასებული, არც არანაირი პერსპექტივა არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში, რომ ახალგაზრდა, რომელიც კარგად სწავლობს, რომელსაც აქვს ნიჭი, რომ იგი რეალიზდება, რომ მას შეიძლება საკუთარი ოჯახის რჩენა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს პრობლემა ჩვენ გვაწუხებს დამოუკიდებლობის დღიდან. და მერწმუნე, რომ ამ პრობლემამ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, პრობლემები შექმნა. დავანებოთ პროფესიონალისტ თავისუფლებას. ნიჰილისტური დამოკიდებულება, რომელიც ახალგაზრდებში ჩამოყალიბდა, ბევრი ახალგაზრდა დავკარგეთ ამის გამო, ზოგი ნარკომანიით, ზოგი ქუჩაში დგომით და ასე შემდეგ. ვინაიდან მათ ვერ დაინახეს ვერანაირი პერსპექტივა და მე ამ ქალბატონის მაგალითი სწორედ მაგიტომაც მოვიყვანე, რომ ჯერჯერობით ეს პერსპექტივა არ ჩანს. მის სტუდენტებს, ახლა მე დარწმუნებული ვარ, სულ სხვანაირი ხედვა აქვთ, იმიტომ რომ როცა ესეთ დამსახურებულ ქალბატონს ასე დღეში ხედავ, ძალიან ძნელია, რომ ამ ახალგაზრდას მოუწოდო, რომ ბოლომდე მიაწექი მაბატე ამ სიტყვისათვის სწავლა განათლებას, გახდე პროფესიონალი და ქვეყანა შენ დაგეპასებს. აი ეს არის რაღაცნაირი ჩიხი და აი რა სიტყვია ამ საკითხთან დაკავშირებით? ძალიან რა თქმა უნდა ამ ძალიან ფართე პრობლემაა და ძალიან საზოგადო პრობლემაა. თუმცა ჩვენი თემატიკიდან გამომდინარე წითელ ზოლად მისდევს დღემდე საქართველოში. რა თქმა უნდა, ხადია და ზუსტად აი სახელმწიფოებრიობის ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრიობა მარტო არ ნიშნავს აწეულ დროშას, ხო? ზუსტად ესეც ეს რაზეც მე ხარ შეისაუბრე, ესეც ერთ-ერთი შემადგენელი, თავარი შემადგენელი ნაწილია სახელმწიფოებრიობის. მაგრამ აქ არ უნდა შევხედოთ პრობლემას ცალსახად, ცალი მხრიდან. ანუ არ უნდა შევხედოთ, რომ ეს არის სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, სახელმწიფოდან წამოსული პრობლემა, ანუ რაღაც სახელმწიფო ინსტიტუტებიდან წამოსული პრობლემა. უნდა შევხედოთ ქვემოდანაც. იგივე სახელმწიფო ინსტიტუტებს ხალხი ქმნის, ხო? ჩვენ ვქმნით. ყველაფერი ურთიერთ დაკავშირებულია და რაღაც ვერტიკალი არ აქვს ამ პრობლემებს რეალურად, აი ამ კუთხით თუ მიუდგებით. თუმცა მაინც სახელმწიფოს როლი ამ სიტუაციაში, აქედან გამოსავალში, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი.
დოტაციები და სუბსიდიები სამწუხაროდ არ აკლია ჩვენ სახელმწიფოს, ხო? და ეს კიდევ უფრო მეტად უწყობს ამ პროცესის გაგრძელებას. მე კიდევ ვიკეთვით, რომ გაგრძელდეს ეს პროცესი. ეხლა რა მოხდებაში, ხო? ის რომ საზოგადოება, ადამიანები, ახალი თაობები შეიძლება ჩვენ ვერ აგვეწყო ფეხი აბსოლუტურად სხვა ცხოვრებისთვის, ხო? სადაც შენი თავის რეალიზებისთვის ყოველდღიურად, ყოველწუთიერად უნდა იშრომ. შეიძლება ჩვენ გავჭირვებოდა, შეიძლება ჩვენ ამების თაობას გაჭირვებოდა აი ამ რეალობაში ფეხის აწყობა, მაგრამ თანდათან ეს პროცესი წინ უნდა წასულიყო. 25 წელია გასული და ახალ თაობებს ამისთვის უფრო და უფრო მეტად ზარდნაყოფილიყო. სამწუხაროდ ამას დღეს კიდე არ აქვს ისეთი მასიური ხასიათი, რომ ეს აისახოს ზოგადად საზოგადოებაზე და ზოგადად სახელმწიფოზე, რომ ამ ხრივ წინ მივდივართ და ამ ხრივ რაღაც პრობლემების დაძლევისკენ გვაქვს გეზი აგებული. ამიტომ ვამბობ, რომ სახელმწიფოს როლი აქაც დიდია, მეთქი, რომ თავარი რა არის ამ პრობლემაში. სხვადასხვა ჰარვარდის უნივერსიტეტის ლოზუნგია ესეთი, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები დასაქმების ადგილებს კი ქმნიან და არა სამსახურებს კი არ პოულობენ, ანუ ცუდად დამოკიდებული ქმნიან დასაქმების ადგილებს. ანუ სად მივდივართ, ხო, განათლებასთან. რაც უფრო მაღალია განათლების დონე, რაც უფრო მაღალია და პროფესიონალები არის საზოგადოება მოცული, ისინი ქმნიან სამუშაო ადგილებს, თავად ქმნიან და დღეს მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მიუხედავად იმისა, იქ რაღაცა რა ტრადიციაც აქვს, ხო, ვიღაცის ბიძაშვილია, ვიღაცა როგორც კეთდება რაც. მიუხედავად ამის ეს ყველაფერი არის დაძლევადი, თუ საზოგადოება ამის დასაძლევად იქნება მზად. და ისიც რომ ადამიანმა მიიღოს განათლება, გახდეს კარგი პროფესიონალი და თავად შექმნას სამუშაო ადგილი და არა ის თუ იფიქროს იმაზე სადავსახო და როგორ დავსახო. თავად შექმნას. ამისთვის დღეს საქართველოს არის აბსოლუტურად სულთანიადაგია. დღეს საქართველოში იმდენი ბიზნესის გაკეთება შეიძლება. საქართველოს ამ ხრივ არის ძალიან აუთვისებელი მოდელი. ყველან არის სერვისის ბიზნესები. მოდი მაშინ შეგიგამართლებ. მე მგონია რომ პირიქით. და რატომ? გაამთავრა ახალგაზრდა უნივერსიტეტი, წარჩინებით არის ნიჭიერი ახალგაზრდა. ოჯახი სამწუხაროდ ვერ უწყობს ხელს ფინანსურად და უმრავლესობა ესეთი ოჯახია სამწუხაროდ საქართველოში, რომ მან თავისი საქმე წარმოიწყოს. ბანკი შეუძლებელია რეალურად ბანკთან ურთიერთობა და ძალიან რისკის ქვეშ დგება ახალგაზრდა. სახელმწიფო რა თქმა უნდა გარკვეულწილად უნდა ერეუდეს ამ საკითხში და დასაქმების პოლიტიკა ყოველ შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პოლიტიკა უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს და მე მიმაჩნია რომ ეს არის მთავარი უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში მიზანი რომ გარკვეული მექანიზმები შეიქმნას ისევე როგორც ევროპის ქვეყნებშია რომ საწყის ეტაპზე თუნდაც ახალგაზრდებს გარკვეული მექანიზმები არსებობდნენ რომ მათ დაიწყონ თავიანთი საქმე. დღეს ეს მექანიზმები ქვეყანაში რეალურად არ არის და აი თუ ახალგაზრდები იწყებენ რაღაც თავიანთ საქმეს, ასე ვთქვათ, ხო? მე რამდენადაც ვიცი, აი რო იწყებენ კაპიკ შეღროვილი თანხით. ესე, რა თქმა უნდა, დასაქმების პოლიტიკას და იმ პოლიტიკას რო დაუშვათ ამ ქვეყანაში რეალიზაცია მოახდინოს საკუთარი თავის ახალგაზრდებმა, ნამდვილად ვერ შეგვიძლია. მე მიმაჩნია რომ ეს სახელმწიფოს ბრალია. მოდი, კი, აბსოლუტურად გეთანხმები. სახელმწიფომ შექმნა ეს უპერსპექტივობის განცდა ამ ქვეყანაში. აბსოლუტურად გეთანხმები. ის რაზეც ახლა შეისაუბრე, აბსოლუტურად სახელმწიფოს დანაშაულია, სახელმწიფოს მიზანმიმართული თუ ასე ვთქვათ, არაეფექტური მართვის შედეგია. რაც შეეხება ნიჰილიზმს და ასე დამოკიდებულებებს ზოგადად მინდა გითხრა, რომ ესეც ეროვნული უსაფრთხოების, სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. კერს სახელმწიფოს სრულად განწყობილ სახელმწიფოს ან დაჯგუფებებს მუდმივად ცდილობენ მიზანმიმართულად ნიჰილიზმის ჩამოყალიბებას საზოგადოებაში. რატო, ხო? იმიტომ რომ დასუსტებული, განადგურებული მორალურად საზოგადოება ვერასდროს ვერ განვითარდება. წერს ყოველთვის აწყობს განვითარებული ქვეყანა, ხო? ესეც ამ კონტექსტით გამოვიხსენებთ. მაგრამ ეხლა რაც შეეხება ბიზნესის წარმოებას და დასაქმების ადგილების შექმნას, ხო?
აბსოლუტურად დაგეთანხმე, რომ ეს არის სახელმწიფოს შედეგი, სახელმწიფოს არაეფექტური ან მიზანმიმართული მოქმედებების შედეგი. ეხლა რატო სახელმწიფომ უნდა შექმნას აბსოლუტურად შეიძლება ამ ეტაპზე ზომაზე მეტად უფრო ხელსაყრელი გარემო ახალი ბიზნესების, ახალი საწარმოების შექმნისთვის და ასე შემდეგ. უნდა შექმნას ინფრასტრუქტურა. ძალიან პრინციპში მთელი სახელმწიფო ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს მიმართული ინფრასტრუქტურის შექმნაზე. რათა ამ ინფრასტრუქტურამ მოიწონოს ბევრი ბიზნესი. ეს ბიზნესი უნდა იყოს დაცული ამავე დროს, რათა ინვესტიციები იქნეს ბევრი ჩადებული ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ესენი უკვე იქმნება სამუშაო ადგილები ამ გზით. ეხლა თუ ჩვენ იმას ვიტყვით, რომ ეს გამოდის, რომ ვიღაც უცხოელები ხსნიან, ვიღაც უცხოელები აკეთებენ და ჩვენ კი არ ვქმნით სამუშაო ადგილებს ქართველები, ან საქართველოს მოქალაქეები კი არ ასაქმებენ, ხო? ესეც დროის ფაქტორია. განვითარებულ ქვეყნებში ყველა და არა მარტო განვითარებულ, ტრადიციულ განვითარებულ ქვეყნებზე არ აქვს საუბარი, სულ ახლახანს ბოლო ათწლეულებში, ბოლო 20 წელიწადში განვითარებულ ქვეყნები უკვე რო განვითარებას მიაღწევს ასეთ ქვეყნებზე აქვს საუბარი. როგორ მოხდა, ხო? ეს ადამიანები, ესეთ კომპანიები მუდმივად ზრუნავენ პროფესიონალ კადრებს, ხო? შესაბამისად, ახალგაზრდების განათლებაში ესენი ფულს დებენ. ესეთი კომპანიები, თუ ესეთი კომპანიები საქართველოს შემოვა, ექნება გასაღების ბაზარი, ხო? აქ მარტო გარემოც არ არის, ხო? მთავარი არის გასაღების ბაზარი, ხა. ვიცით რა პრობლემებიც არის უკავშირი ამ წუთის ჯერჯერობით საკმაოდ ჩაკეტილია ჩვენთვის და ამ კარგია რომ ამ მართულებით კეთდება ბევრი საქმე, კარგი საქმე და ალბათ ოდესღაც გვეღირსება რომ უკავშირის ბაზარი ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ქართული წარმოებლებისთვის აქეთ რუსეთი და ვიცით რა პრობლემებიც აქვს და რა მდგომარეობაც არის შესაბამისად სანამ ეს ბაზარი უკრაინა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მოკავშირე ამ მხრივ დღეს რა მდგომარეობაშია და ამ კუთხით არა ვართ მიმზიდველები, ამ კუთხით საკმაოდ პესიმისტური სურათი გამოგვიდის, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველაფერი არის დაძლევადი. ანუ განვითარება უნდა იყოს ზუსტად აი ესეთ. სახელმწიფო უნდა იზრუნოს ინფრასტრუქტურაზე, არა დოტაციურად აშენებულ საწარმოებზე, დოტაციურად და სუბსიდიებით გაკეთებულ რაღაც ბიზნესებზე, ხო, რომელსაც რეალურად სახელმწიფო პირიქით უნდა შექმნას ინფრასტრუქტურა სახელმწიფო იმისთვის და ხელსაყრელი პირობები, საკანონმდებლო პირობები და არა მხოლოდ საკანონმდებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით ბიზნესების უსაფრთხო არსებობისთვის პირობები უნდა შექმნას სახელმწიფო. აქედან გამომდინარე ცხადია სახელმწიფოს. არა, რა თქმა უნდა, გეთანხმები და მაგრამ მე ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ პირველი და უმთავრესი აი იგივე ბიზნესთან დაკავშირებით რა ყველა ნორმალურ ქვეყანას აქვს ადგილობრივი საკუთარი ბიზნესის დაცვის მექანიზმები ჩამოყალიბებული. და სხვათა შორის ამ სტრატეგიაში ის პოლიტიკა ძდებს, რომ ნორმალური თაობასაც ეხსნება გზა ბიზნესისაკენ. ეს ერთი. სამწუხაროდ ეს ჩვენ ქვეყანაში არ არის და ადგილობრივი ბიზნესი არ სარგებლობს იმ ესე პროტექციონიზმით, რაც უნდა იყოს რეალურად. და ბიზნეს სივრცე თუ დაიკავეს სულ უცხოელებს, რა თქმა უნდა, კაია ინვესტიციები, მაგრამ გარკვეული ზომიერება აქაც მე ესე ვფიქრობ, რომ იცით აი ეს ნიხიბისტური განწყობა სულ უფრო არ ისაკეთებს. რამდენი ახალგაზრდა უნდა დაასაკუთროს საჯარო სამსახურში, ხო? მინიმალური რაოდენობა. დანარჩენებმა უნდა იმუშაოს კერძო ბიზნესში, კერძო სტრუქტურაში. და მეორე საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ჩვენ ახლა რატომღაც როცა ახალგაზრდებზე ვსაუბრობთ რუსთაველის გამზირზე ვსაუბრობთ თესეულის გარშემო ტერიტორიებზე და ასე შემდეგ და სულ გვაუწყდება რაიონები, რეგიონები, სადაც არის კატასტროფული პრობლემები. მოტივაცია არ გააჩნიათ რომ დარჩნენ სოფელში. აი ახლა კარგია რა თქმა უნდა რომ არსებობს რა პროგრამები სოფელში ფერმერების დახმარების პროგრამები ასე ვთქვათ, მაგრამ მე მაინც მგონია რომ პირველ რიგში უნდა დაიწყოს სოფლების რეაბილიტაცია. უნდა შეიქმნას ისეთი ახალგაზრდული პროგრამები, რომელიც ახალგაზრდას მიაჯაჭვებს სოფელთან და სოფელში შეუქმნის ცხოვრების არსებობის საშუალებას. და ინტერესი, რა თქმა უნდა, გადაიწყოს მთელი ელიავა და მთელი თბილისი ბირჟაზე მდგომი ჩამოსული ახალგაზრდებით. და ადგილზე კი გალუთებული ახალგაზრდებით. ეს გლობალური პრობლემაა ჩვენნაირი ქვეყნისათვის. ეს არა მარტო კონკრეტულად იმ ახალგაზრდების პრობლემაა, ეს დემოგრაფიული პრობლემაა, ეს
ოჯახების პრობლემა, ახალგაზრდული ოჯახების პრობლემა და საბოლოო ჯამში ძალიან ისეთი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. ანუ მე მაინც იქეთკენ მივდივარ დავით, რომ ის ბერკეტები, რაც შეეძლო დღევანდელ გამოეხენებინა სახელმწიფოს, არ იქნა გამოყენებული და კიდევ ერთი რა თქმა უნდა ძალიან კაია, როდესაც ჩემ ჯანმრთელობაზე ზრუნავს სახელმწიფო და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა არსებობს, მივალ ვიმკვნათ, მაგრამ ჩემთვის უკეთესი იქნება, რომ სახელმწიფო მომწევს საშუალება, რომ ბიზნესი გავაკეთო, საქმე გავაკეთო და ჩემი შრომის მოპოვებული თანხით ვიზრუნო ჩემ ჯანმრთელობაზე. ისევე როგორც აი გერმანიაშია და ნებისმიერ ქვეყანაშია და მე მაინც იქეთ მივდივარ, რომ თუ გვინდა რომ რაღაცა პერსპექტივა დაინახოს დღევანდელმა ახალგაზრდობამ ამ ქვეყანაში, აუცილებლად უნდა დაიწყოს სულ სხვა მექანიზმებმა მოქმედება, იმ მექანიზმებმა, რომლებიც მათ დაასაბამებს, მათ მისცემს გარკვეული ინიციატივების გამოვლენისა და პრაქტიკულად განხორციელების საშუალებას. უძლიერესი ახალგაზრდები ყავს, მართლა უძლიერესი განათლებული, ეხლა ჩვენ არ გამოვდგებით მიუხედავად იმისა, რომ სხვა თაობა ვართ, არ გამოვდგებით იმდენად, რომ ჩვენი მომავალი თაობა ვაძაბოთ. პირიქით, გული რო შევთქვა და ძალიან მოგამზადეთ, იმიტომ შეხედვართ აქ და იმიტომაც მოვუწოდებთ მაყურებლებს, რომ ისინიც მოვუწოდებთ ჩვენთან და ისაუბრონ ამ პრობლემებზე. და აქ ახსენე შენ განათლების საკითხი. თავი და თავი. აი მოდი მიუხედავად იმისა, რომ მე არაპროფესიონალი ვარ, მე განათლების სისტემა გავიარე ჩემ შვილებთან ერთად, დაწყებული საბავშვო ბაღიდან დამთავრებული უნივერსიტეტამდე. ანუ მეტნაკლებად ჩახედული. მე არ მგონია, რომ დღევანდელ სიტუაციაში სწორი იყოს ის პოლიტიკა, რომ იმ სტუდენტებს, ვისაც თანხა არ აქვთ, ელემენტარულად ართმევენ სტუდენტობის სტატუსს და უჩერებენ სტუდენტებს. ეს არის ერისთვის დამღუპველი ქმედება. ეხლა იგი რამდენადაც მე ვიცი 15,000-მდე ახალგაზრდა, ესეთი 15,000 ახალგაზრდა ძალიან დიდი ციფრია. ძალიან დიდი ციფრია, რომელმაც შეიძლება ხელი ჩაიქნიოს საერთოდ. ანუ ხომ უნდა იყოს გარდა აი ფინანსური დაინტერესებისა, ხო გარკვეული უნივერსიტეტების, ხომ უნდა იყოს რაღაც სახელმწიფოებრივი მიდგომა. ეს ერთი საკითხი, რასაც მინდა ისაუბრო. მეორე საკითხი სკოლა მე მიმაჩნია, რომ ეს არის სწავლებისა და აღზრდის ერთ-ერთი ისეთი ყველაზე მთავარი ასე ვთქვათ, ბერკეტი და ინსტიტუცია. აი რამდენად ეხმარება ჩვენი სკოლა, ჩვენ ახალგაზრდებს, ჩვენ ბავშვებს, რომ ისინი სწორედ იმ ღირებულებებზე გაიზარდონ, რა ღირებულებებიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისათვის და მათი ოჯახებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის. აი ელემენტარულს ვიტყვი რა, იგივე უმაღლესი გამოცდები, ახლა რა ქვია ეროვნული გამოცდები, ხო? ეროვნული გამოცდები. მე არ მგონია, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორც საქართველოა, სადაც ლიტერატურა და ჩვენი ენა გვაქვს და ჩვენი უდიდესი ლიტერატურა გვაქვს, ყველაფრის განსაზღვრებელი იყოს სრულად გაუგებარი უნარჩვევების რაღაცა გამოცდა და ამით დაზომვა ხდებოდეს ჩვენი აბიტურიენტების ამ რაღაც უაზრობით. ეს ხას უსვამს მთლიანად სკოლის ინსტიტუტს, იმიტომ რომ სკოლაში ისწავლება სულ სხვა საგნები, სულ სხვა აქცენტებია გაკეთებული, შემდგომ ახალგაზრდა იძულებულია იაროს უკვე რეპეტიტორთან, ხარჯოს იქ თანხა ოჯახმა და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ აი რაღაცა არაპროფესიონალის თვალით რო შევხედო, ძალიან არამოწესრიგებულად მეჩვენება ეს ყველაფერი ძალიან მარტივად რო ვთქვა. და ნუ თუ არ იყო 25 წელში წლის განმავლობაში საშუალება, რომ რაღაცა დავაგებულიყო. ხო არ გეჩვენება, რომ კი არ მივდივარ წინ, არამედ რაღაც მომენტში დავმოხმჩნი და უკან დავიწყებ სულა. და კიდევ ერთი რაზეც მინდა რომ ისაუბრო, რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, შევარდნაძის დროს, შევარდნაძის მმართველობის დროს ძალიან ბევრი ახალგაზრდას ჰქონდა თავისი მცირე ბიზნესი. ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიწყეს კოოპერატივები, შემდგომ ჯიხურები ჩადგეს, 1000 რაღაცებს აკეთებდნენ ახალ. დღეს ეს აღარ არის. მართოს მეორე კურსები ყავით, კომპიუტერული კურსების ჩვენ მე ვიყავით მესამე კურსზე თუ რა, ეს ნატვრისხე ჩამოვაყალიბეთ ესეთი კოოპერატივი და ავის მომსახურება და სულ სტუდენტები ვიყავით გაწევრიანებული.
გოგოების, ბიჭების. აი ესეთი რაღაცა იყო, იცით, მაინც იმ დროს. ეხლა მე როგორც ძველი ადამიანი ის ძველ დროს კი არ ვაფიქრე რაღაცა. მაგრამ მე მინდა ამისი ანალიზი. კორუფციულ ქვეყანაში, საცა მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობდა საკუთარ ჯიბეზე. ახალგაზრდას ეძლეოდა საშუალება, რომ გაეკეთებინა რაღაცა. დღეს უკვე თითქმის ნულამდეა ეს და ძალიან იშვიათად თქვენ რომ ნახოთ რომ მაღაზიის კლუბები ახალგაზრდაა, ან რამე მცირე ბიზნესი აქვს დაწყებული ახალგაზრდას. აი მინდა ეს ყველაფერი ერთად შევიფასო და მოდი ბოლოდან რაზეც ახლა საუბრობთ. ეს პარადოქსია და საუბრობთ დაახლოებით იგივეზე საუბრობთ. ეხლა აი იმიტომ ვამბობ რომ ჩვენი თაობის იმ თაობის ადამიანები უფრო მეტად მოტივირებულები იყვნენ და მოდი ესე ვთქვათ კრეატივიც ფიქრობ მეტი გამოამჟღავნა იმ თაობამ ვიდრე მაშინ არ კომპიუტერი არისო ტელეფონში ხდებოდა ტელეფონის დასარეკად ერთი უნდა მეორეობაში დავუყო. ეს აი აბსოლუტურად თითქოს პარადოქსია ეს ყველაფერი, რასაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ხო? ან როგორ შეიძლება ის თაობა სამწეელი ბავშვი, რომელსაც ათამაშო არ ქონდა, ის ყოფილიყო დღევანდელ თაობაზე უფრო მეტად კრეატიული, ხო? ძალიან პარადოქსულია, მაგრამ რაღაც თვალს გადავაბრუნებ ამ ყველაფერს, რეალურად ესე ჩანს. იმიტომ რომ დღეს თითქოს ახლა ხვდები მე ახლა ახალგაზრდობასთან წლებია ლექციებს ვკითხულობდი და მუდმივ დღევანდელი თაობები ელოდებიან რაღაც გამზადებულ სამსახურებს, მოდი ესე ვთქვათ, სადაც მივლენ, უნდათ ყოველ შემთხვევაში, რომ ესე იყოს, მივიდნენ და პირდაპირ მუშაობა დაიწყონ და ხელფასი ჰქონდეთ, ხო? ყველა მასე არ არის. ნუ ძირითადად მასა, მოდი ესე ვთქვათ, ნუ არის რა თქმა უნდა, მაგრამ მე ასე მგონია, რომ ესე რასაც ხვდები, რასაც შეხება მაქვს, ძირითადად ესეთი, იმიტომ რომ აი პატარა მაგალითი მოვიყვანე ხა, ხო? დამეთანხმები ჩვენ დროს მე მაგალითად აი საერთოდ არ ვიცოდი რა იყო არასამთავრობო ორგანიზაცია, ვიყავ პირველ კურსზე და ნუ არ ვიცი, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის ეს გამეგო, დამიარსებია კონტაქტები, შევიძინე, შენც იმ პერიოდიდან გიცნობ და მეგობრები, ხო, ნუ ეს ყველაფერი იყო. დღეს ამას არ ცდილობენ რატომ ვთქვათ, აი ძალიან მასიური არ არის. ჩვენ დროს მასიური იყო. ალბათ რატომ იცით, ჩვენ მაინც ახლები ვიყავით ამ თავისუფალ სივრცეში. ინტერესი მქონდა და იმედი მქონდა. მაგრამ ეს იმისი არ იყოს ახლა ცოტა გადავერთები ამას წინათ ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა ესეთი რაღაცა მითხრა რომ ესე მოდიო ჯობია ყველამ ჩვენი აგური ვზიდოთო და დავდოთო და ავაშენოთ ქვეყანას. მთელი საქართველო 90-იანი წლების მერე თითოეულ ჩვენთაგან დარგის ამ აგური და ვერ ვიპოვეთ ადგილი საფრთხოდ ესაა. მაგრამ მაშინ გვეჭირა აგური კი არა ბეტონები გვეჭირა ხელში და იმედი მქონდა რომ სადღაც დავდგავდით და ჩვენ სულ შევიტანდით ამ. იცით ეს რაც დრო გადის, მე იცით ეხლა რომელი თაობაა წამოსული უკვე ჩვენი შვილების თაობა, რომლებმაც თავისი თვალით ნახეთ რა გაჭირებაში იცხოვრეს მამებმა და მშობლებმა, რა გაჭირება გვაქვს გამოტანილი და ხედავენ რომ ხვალინდელი დღეს ძალიან ბუნდოვანია. აი აქედანაა გამომდინარე, ჩვენში მეტი სისხლი მოძრაობდა, ასე თქვა და მეტი წმენა იყო იმისა, რომ აი ახლა გადავაგურებთ იარაღის შრაღუნის დროს, გადავაგურებთ კორუფციას, გადავაგურებთ 1000 რაღაცა გადავაგურებთ ხო რეალურად და აი ველოდებოდი დღეს არა ხვალ არაზე, ეს თაობა უფრო პრაგმატულია. ამ თაობამ შეაფასა მამების თაობის მდგომარეობა და აფასებს ხვალინდელ პერსპექტივას. და აქედანაა გამომდინარე, რომ შეიძლება ნაკლებად უფრო მოძრავია, თუმცა გაცილებით უფრო პრაგმატულია და გაცილებით უფრო განვითარებულია. ჩვენ დაზერებთ რა თქმა უნდა განვითარებულია. ჩემი 4 წლის ბავშვი კომპიუტერში ის როგორც ვერ მოგეფებუცაც უკვე მაგასაკი ბავშვი. გეთქვი აბსოლუტურად რაც ჩამოთვალე საკითხებში. მაგრამ სახელმწიფო ზუსტად აი მაგაზია საუბარი. ერთი შეხედვით თავისუფალ საზოგადოებაში ცხადია სახელმწიფოს რაღაც ესეთი კლასიკური გაგებით იდეოლოგია არ უნდა გააჩნდეს, ხო? რაღაც ესეთი დიქტატურული ხასიათი არ უნდა გქონდეს სახელმწიფოს მოქალაქეებზე, მოდი ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მაგრამ ზუსტად აი სკოლა რო ახსენე და განათლების სისტემა რო ახსენე, ხო? პირველივე ბავშვის პირველივე სოციალიზაციიდან უკვე დაწყებული უნდა იწყებოდეს მოქალაქეთა აღზრდა რეალურად, ხო?
აი თავისთავად უნდა ხდება, არანაირი აქ რაღაცა პროპაგანდაზე, იდეოლოგიაზე, რაღაცა თავში ჩადებაზე, რაღაცაზე არ არის საუბარი. აქ არის უბრალოდ მარტივ რაღაცაზე საუბარი, რომ თითოეული ჩვენგანს რეალურად რეალობა გქონდეს წარმოდგენილი და იცოდეს, რომ თითოეული ეს სახელმწიფო, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ყველაფერი არის თითოეული ჩვენგანზე დამოკიდებული აი ამ ქვეყანაში, აი ამ სივრცეში, სადაც ჩვენ ვართ, რომლის მოქალაქეებიც ვართ. აი ეს უნდა იზრდებოდეს თაობები, ეს უნდა მოდიოდეს თავიდანვე რა. და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა, სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებები და როგორ უნდა იყოს სახელმწიფოს დამოკიდებულება მოქალაქის მიმართ, ხო? სანამ ეს არ დარეგულირდება ცნობიერების დონეზე, სანამ ისე გვეწოდინება, რომ მე რო მუშაობ, მე რო შრომობ, მე სამსახური მაქვს, აი ვინ არის მარეგულირება? საზოგადოება? მე მგონია რომ არა, ყველა ერთად რომ მე რა დავარეგულირებ. ყველამ უნდა გავაკეთოთ ისინი პოლიტიკოსები გამომთიშება რა ხო მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი გავაგზავნოთ აგურით იგი აუცილებლად უნდა გავაგზავნოთ იმიტომ რომ და აუცილებლად ვიყავით საბოლოო ჯამში ჩვენც და ჩვენი თავი ჩვენი მომავალი თავი აუცილებლად ვიყავით მაგის ის მომავალი თავი ამდენი წელი რომ მიყოლ არა აი ეგ გქონდეს იმ თავებს და ეს ფუნქციები უნდა მე მომენტ სახელმწიფოსგან მიხრებ სახელმწიფო განათლების სისტემა რა თქმა უნდა ამაში თამაშობს მთავარ როლს და არა მარტო განათლების სისტემა იგივე პოლიტიკოსები მათი გამონათქვამები მათი დამოკიდებულებები ზოგადად სოფხედელობა ეს ყველაფერი თითქოს ახალგაზრდები ზოგადად პოლიტიკის მიმართ არიან მდგომარეობაში, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ ეს ასე არ არის რეალურად ისინი არიან ამ ყველაფრის გავლენის ქვეშ, ხო, რაც ესმით, როგორც იზრდებიან უფროსებისგან, თანატოლებისგან, ეს ხდება მათი ფორმირება, ხო, ჩვენ ციცე ფორმირდით, რომ რაც გვესმოდა, როგორც არის გამოვერეთ, ახალგაზრდა ყველა ესეა, ყველა თაობა. შესაბამისად, აი მარტო მაგალითად სამოქალაქო განათლება სკოლაში, ხო, რაღაც რომელიც ესე ვთქვათ, სტანდარტებთან, რაღაცა ევროპულ განათლების სისტემასთან მიახლოების თვალსაზრისით რაღაც რეფორმირების პირობებში რაღაც თითქოს დაინერგა, ხო? თითქოს მასწავლებლების გადამზადებაც მიმდინარეობს და რაღაც კონტროლდოტრონი დირექტორები და ასე შემდეგ აღშენდა. მაგრამ სიამდვილეში რა ხარ რეალობა როგორია, ხო? დღევანდელ სკოლებში საქართველოში აბსოლუტურად არანაირი საერთო არაფერი არ აქვს სამოქალაქო განათლებასთან, რეალურ სამოქალაქო განათლებასთან. აი ეს არის პრობლემა. ხო, აი მე მარტივ მაგალითს მოგიყვან, რომელიც აი ამას რაც ვიყარებ, უფრო დააკონკრეტებს. ბრიტანეთის საარჩევნო სისტემა ინგლისში. იმდენად მოდი ესე ვთქვათ, სულ ხო გვესმის საქართველოში, რომ საშინელი საარჩევნო სისტემაა რა. საშინელი ამაზე უარესი ყოფილა, ამაზე უარესი გვექნება შეიძლება, მაგრამ ბრიტანეთის საარჩევნო სისტემას რო დაუკვირდეთ, იმდენი მექანიზმით შეიძლება ბრიტანეთში არჩევნები გააყალბო, იმდენად მოდი ესე ვთქვათ, არა სტიგმატურია და არა ესეთი მდგრადია საარჩევნო სისტემა, რომ და მარტო მაგალითად სამეზობლოები ხო არა კორპუსების, ხო სიებს როგორ აღგენენ ბრიტანეთში. სამეგობროს თავმჯდომარე ვინც არის, იმას მიაქვს სია. არანაირი პირადობისმეტყველო არაფერი სია მიაქვს და იმას ენდობია, ხო? აი ეს აღგენენ ისინი იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. კი, რა თქმა უნდა, ხო, აქამდე მივიდა საზოგადოება, მაგრამ ეხლა წარმოვიდგინე, ბრიტანელი ჩვეულებრივი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა და შეგნებული აქვს, რომ არჩევნების დღეს უნდა მივიდეს, იმიტომ რომ თავის სამოქალაქო ვალია, ხო? ესეც კი მიდის არჩევნებზე და ხმას აძლევს და არ გამოდის და ეჭვიარება იმაში, რომ არჩევნები გაყალბდა და რაღაცა და რაღაცა სხვაზე არ ფიქრობს თავის საქმეზე, რაც არის გასაკეთებელი, ხო? ჩვენ პირობებში ზუსტად აი ამას ვამბობ. და ამაზე ზრუნვა ინგლისში იწყება თავიდან, სკოლებიდან, ბაღებიდანვე იწყება ამაზე ზრუნვა, სანამ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი კონდეს ნდობა. ეხლა ამ პრობლემას რაში მდგომარეობს ისევე არჩევნების მაგალითით ვიტყვი. როდესაც დღეს შენ ხარ ხელისუფლებაში, ხო? დიალოგატონო და მე ოპოზიციაში ვარ. მოვდივარ და მცესკოს ვადაგებ, რომ აი მე არჩევნები გამეყალბეს, ხო? ეს აფუჭებს ყველაფერს. ხვალ მე რო ვიქნები, ზუსტად აი ესე ხდება საქართველოში, ხო, მთელი 65 ხვალ მე რო ვიქნები ხელისუფლებაში, შენ ოპოზიციაში, შენ დაიწყებ, რომ აი ცესკომ გააუბედურა და მე ვარ ხელისუფლებაში. აი ეს არის პრობლემა. თვითონ პოლიტიკოსები, თვითონ სახელმწიფო, მოდი ესე ვთქვათ, პოლიტიკის სცენაზე მოთამაშეები ქმნიან ამ პირობებს. სახელმწიფო ეს ეხლა
არის ელემენტარულად, მოდი ესე ვთქვათ, არ ვიქნები ძალიან ესე კაცრი და რომ მიზანმიმართულად აკეთდება და მიზანმიმართულად ანგრევენ სახელმწიფო აზროვნებას და ასე შემდეგ. მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, არაეთიკურია. არანაირი ეთიკის ყველაფერს აბსოლუტურად ყველა საქმეს, მათ შორის პოლიტიკას თავის ეთიკა აქვს, თავის თამაშის წესები აქვს ყველაფერს, ხო? აი ამ თამაშის წესებიდან გასვლა არის რეალურად, როცა ამას აკეთებ, როცა სახელმწიფო ინსტიტუტებს ანგარებ ხო რეალურად და საზოგადოებაში არ ქნი იმის განცდას, რომ ეს მაგალითად იგივე პროკურატურა რომელმაც უნდა გამოიწვიოს საქმე, ხო და მე იმას ენდო არ ენდობი, ხო, გახედეთ რეიტინგებს რა ხდება, ხო? აი ეს არის აქეთკენ ვერ წავედით. ეს ვერ პირდაპირ ეს არის პირდაპირ პროპორციულია. ყველაფერი არის სახელმწიფო, არის სახელმწიფო ცხოვრება, არის ჯაჭვი დემოკრატიულ სისტემაში რეალურად. მოდი ესე ვთქვათ, ვიღაც მოხუცი ადამიანის ცხოვრებაზე აბსოლუტურად დამოკიდებულია მთელი, ასე ვთქვათ, რგოლი სახელმწიფო ცხოვრების და თითოეული ჩვენგანი საბოლოო ჯამში კეთილდღეობისკენ არის მიმართული ეს ყველაფერი, რომ თითოეული ადამიანმა ვიცხოვროთ კეთილდღეობაში, ხო? და შეგვქონდეს კონდეს ჩვენ რაღაც სახელმწიფო, რომლის შემადგენლობაში ვიქნებით ვიცხოვროთ კეთილდღეობის პირობებში. ეს არის მთავარი მიზანი. ყველაფერი ეს არის გადამული ერთმანეთთან, მაგრამ მოდი აუბრუნდები მე შეიძლება ვთქვით განათლების პრობლემას. თავი და თავი ამბობ, რომ ეს არის განათლების პრობლემა. რეალურად არის, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა იღებს უცხოეთის ძალიან კარგ უნივერსიტეტებში, სასწავლებლებში კარგი განათლებას, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ ეს იმდენად მცირეა, ხო? და მოდი იმაზეც მივიდავთ, რომ უცხოეთში მიღებული განათლება არ არის, ასე ვთქვათ, არ უნდა იდგეს და არ არის სინამდვილეში მაღალ დონეზე. არის, ხო? მოდი თუნდაც ისტორიას გადავვალოთ თვალი. ყველა ის ადამიანი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც გარკვეული წვლილი შეიტანა, რომლის სახელით დღეს ჩვენ ვიცით, რომელიც გმირებია ჩვენთვის, რომელმაც დღეს საქართველოს მოგვიტანეს როგორც სახელმწიფო თუნდაც და საშუალება მოგწეს იმის 90-იანი წლების დასაწყისში, რომ დამოუკიდებლობა გამოგვეცხადებია. ყველა ეს ადამიანი აბსოლუტურად განათლება ჰქონდა უცხოეთში მიღებული, ხო? თითქმის ყველას, ხო? აი, ამ შემთხვევაში რუსეთსაც უცხოეთად თვლი, რა თქმა უნდა, რა. და პეტერბურგში განათლება მიღებული ადამიანებით შევქმნით, მოდი ესე ვთქვათ, 20-19 საუკუნის კულტურა და ლიტერატურაც, ხო? ხო და აი ეს არის აქეთ უნდა იყოს სახელმწიფო მიმართული, ერთადერთი მე ვფიქრობ, რაში შეიძლება დიდი დოზით სახელმწიფო სუბსიდირება გაწიოს, ეს უნდა იყოს განათლება. სახელმწიფოს სტრატეგია და სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს მოსახლეობის მასიური განათლება, არა ინდივიდუალური რაღაცა გარკვეული ჯგუფების და კი, ძალიან ბევრი ადამიანი იღებს განათლებას, კარგ განათლებას, მაგრამ მაქსიმალურად უნდა იქნეს, მე ვფიქრობ, ამ მიმართულების თუ გინდა რომ რეალურად საზოგადოება განვითარდეს, რეალურად საზოგადოება აშენდეს და მოდი ვისურვოთ ჩვენივე სიცოცხლეში გვენახოს თაობები, რომელზეც ვიტყვით, რომ აი ჩვენზე რამდენად განვითარებულები და კარგი აუცილებლად მასე იქნება, თუმცა მე აი განათლებასთან დაკავშირებით რა ცოტა გამოვცოთ კიდევ მაგალითად. შეერთებული შტატების მაგალითს მოვიყვან. თუ როგორი ხდება იქ განათლების და აღზრდის მეთოდოლოგიის დაგეგმა. იქ არის გარკვეული ღირებულებები გამოყოფილი უკვე მრავალ წლის განმავლობაში და ბავშვის აღზრდა ხდება ამ ღირებულებების საფუძველზე. უკვე გარდატეხის პერიოდში ბავშვი პატივსცემს, უпростоოდ მოზარდი პატივსცემს ეროვნულ სიმბოლიკას, პატივსცემს ცხოვრების ჯანსაღწევს, პატივსცემს ოჯახს, პატივსცემს იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომელიც შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებენ და ასე შემდეგ. მხოლოდ მცირე ნაწილი მოზარდებისა უარყოფენ აი ამ ღირებულებებს. ანუ მოქალაქის აღზრდა და მოქალაქედ ჩამოყალიბება ხდება ბავშვის აღზრდისა და ბავშვის განვითარების თითოეულ ეტაპზე. და მთელი განათლების სისტემა აგებულია სწორედ ამ პრინციპზე. და ნუ იტყვის, რომ შეერთებულ შტატებში ახალგაზრდებს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ნაკლებად აქვს გაცნობიერებული. პირიქით, ძალიან მაღალ დონეზე აქვს ეს გაცნობიერებული. რატო არ მოხდა ნებისმიერი წარმოშობის რატო არ მოხდა საქართველოში ეს?
აი იგივე დაუშვათ ჩვენ არც თუ შორს გავართ ცხოვრების წესის საკითხებთან და იგივე ნარკომანიასთან ბრძოლა რითი მოიგო შეერთებულ მასშტაბებმა ნამდვილად დაამარცხა ნარკომანია იმ კუთხით რომ დღეს ნარკოტიკი არის ან ძალიან მაღალი წნის წარმომადგენლების ესე იგი ფუფუნების საგანი ან და დაბალი ძალიან ისეთი გაუნათლებელი აი რუსულად ბომჟებს ვეძახიან მათი ატრიბუტიკა რითი მოიგო ამერიკამ რითი დაამარცხა ეს სწორედ იმ ღირებულებების კარგად გააზრებამ და პრაქტიკაში დადებამ ხო ჩვენთან იგივე ნარკომანიას როგორ ვებძვით თუ გახსოვს აი ერთი წლის წინაც კი არა დაიწყო ბიონარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა დაასვავდნენ 15 ყველაზე წარჩინებულ მოსწავლეს კლასში და უტარებდნენ ლექციას და უხსნდნენ როგორია ნარკოტიკი და რატოა ცუდი და ასე შემდეგ. საერთოდ ეს ბავშვები არ ფიქრობენ ნარკოტიკზე. ანუ არ არის სისტემა ჩამოყალიბებული. ეს მაგალითად მოიყვანა. იგივე სამოქალაქო აქტი. შეგაწყვეტილ სხვათა ერთ-ერთ ეგეთ სემინარს დავესწრდი და მე ხუმრობით ვეუბნები ლექციის წამყვანს, რომ ვისაც ლექციები ყავდა, ისე დამაინტერესა მეთქი, რომ ისე კარგად ხსნიდი ნარკოტიკი, რომ რეკლამირება ხდება. რა თქმა უნდა. რითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ახსნა განმარტებებს იძლეოდნენ და ლექციას კითხულობდნენ სრულიად არაპროფესიონალი ადამიანები, რომლებმაც და აი მერწმუნე რა, რომ ამ თემაზე შეიძლება ისე ისაუბრო, რომ კაც საერთოდ რო არ აინტერესებდეს და გაიქცეს და უცბად გასინჯოს. ანუ მე რაზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ არა გვაქვს სისტემა. უცბად რაღაცა მოგვაფიქრდება და დავმერავთ. მე აღმოჩნდება, რომ თანხების ტყუილად იხარჯება, ინტელექტუალური რესურსების ტყუილად იხარჯება, ამ ახალგაზრდობასაც ტყუილად ვტანჯავთ. როდესაც ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდებს უფრო ნოვაციური იდეები აქვს და მათი წახალისება არ ხდება. აი მე მინდა იცი რომ აი ამ განათლებასთან ერთად და იმ საკითხებთან ერთად, რაზეც ჩვენ ახლა დღეს ვსაუბრობთ, იგივე ახალგაზრდული ნოვაციების საკითხებზე ვისაუბრო, რასაც სახელმწიფო ფაქტიურად ვერ ახალისებს და აი რეალურად მხოლოდ ახალგაზრდობის ძალიან მცირე წრეს, მცირე იმას ჯგუფს აქვს საშუალება, რომ იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები განავითარონ და თავიანთი იდეები განავითარონ, ძალიან საინტერესო ღონისძიებების საქველმოქმედო იქნება თუ სოციალური რომ აი ამ კუთხით სცადონ და თავიანთი მოქალაქეობრივი შეასრულონ, გამოავლინოთ კი. აი ეს ყველაფერი მე მგონი არის ერთიანი სისტემა, რომელიც არის ძალიან დაუხვეწავი. რა სიტყვაში? კი, დაგეთანხმები, აბსოლუტურად დაგეთანხმები, რომ ერთი სისტემაა და მთლიანად სახელმწიფო სტრატეგია უნდა ჰქონდეს რეალურად, განვითარების სტრატეგია, ყველა მიმართულება და ყველა სტრატეგია ვინ წერს საერთოდ? ვინ უნდა დაწეროს? ჩვენზე მეტი იცით, მაგრამ დავით არ ვიცი რომ თქვენზე მეტი ვიცი, ვერანაირად. არა, იმიტომ რომ ამ 25 წელიწადში ერთხელ ხო ვიღაცას უნდა აიღო კალამი ან დამჯდარიყო კომპიუტერზე და დაეწერა. ეხლა შეიქმნა სხვა შორის მშვენიერი დოკუმენტია სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკა და ეს ტელევიზია ძალიან აქტიურად უჭერს მხარს ამ დოკუმენტის პრაქტიკული და უნივერსიტეტში. სწავლა ღირს ძალიან ძვირი. ზოგ უნივერსიტეტში რამდენადაც ვიცი 7,000 10,000 ლარი ღირს, ხო? 5 წელიწადში ოჯახი თუ შეძლო ხარჯავს 40-50,000 ლარს. ეს თუთა პრაგმატულად რო ვიმჟელო და ახლა პრაგმატიზმის ერაა, ხო? დღევანდელ ყოფაში, როდის უნდა ამოიღოს ოჯახმა ეს ფული? ანუ წარმოგიდგენია ბავშვმა, რომელმაც თავის სწავლაზე 50,000 გადაიხადა და განათლებაზე, ხო? შემდგომ ის ანუ საერთოდ უსაქმურად რჩება, ანაზღაურებული кейსით რო არის. აი ამასაც ხომ უნდა მიაქცევს სახელმწიფო. მე დღეს სახელმწიფოს ვადანაშაულობ აბსოლუტურად ყველაფერში, რაც დღეს ხდება. არა დათო, არა სხვა, მე არა ნებისმიერი მაყურებელი, არამედ სახელმწიფო. და ჩვენ იმაში ვართ დამნაშავეები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ არა გვაქვს ჩვენ ანალიზის უნარი და გზას უხსნით იმ ხალხს, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა მართონ ქვეყანა და ეს რაღაც ტრადიციად დაგვშენდა საზოგადოებას. აი მე ერთ კითხვას დაგისვამ, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს იმაში, რომ განათლება ესე ძვირი არ უნდა ღირდეს იმ ქვეყანაში, საცა
გაღატაკებულია 90%. მოდი ესე არის საქართველოში არ დავასახელებ სადარეკლამო არ გამოგვივიდეს რეკლამას რომ მოვიტანენ მე გამოგინერე თქვა ხოლმე ჩამოთვალოთ და რამდენიმე უნივერსიტეტია საქართველოში მაგალითად სასწავლებელი რომელიც მოდი თქვა პირდაპირ კურსდამთავრებული არჩება სამსახურის გარეშე არის ესეთი უნივერსიტეტები საქართველოში შეიძლება თავხედზე ჩამოსათვლელი ორი ტიპი სამი ტიპი გვეყოს ამ ყველაფერთვის მაგრამ აი ესე სამი ტიპი ხო არის მაგრამ რა შეიძლება ეხლა იგივე ფასებია დღეს რეალურად სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფასები კი არის ძალიან ძვირი ჩვენი მოსახლეობისათვის რა და აი ამის რეგულირება უნდა მოხდეს აი მოდი კერძო უნივერსიტეტებს ვერ და არ უნდა დაუწესო არანაირი რატომ კერძო უნივერსიტეტებს უნდა გააკეთოს როცა საკითხი არის განათლებასთან დაკავშირებული და როდესაც არის აი ახალგაზრდებთან დაკავშირებული მე მგონია რომ სახელმწიფო რეგულირების მექანიზმები უნდა იყოს ძალიან მკვეთრი იცით აი შეიძლება ახლა ზედაზღვარი არ დაუწესო ნუ რაღაცა ისეთ ბიზნეს რომელიც მაგრამ აქ განათლებაზე მეც უფრო მეც გეტყვი მე ვფიქრობ რომ საქართველოს შესწავლა პირობითად ავიღოთ 10,000 ლარი ხო წელიწადში მე გეგმები რომ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი დღეისთვის და ეს არ მეგაჩნიათ სწორად განვითარებულ ქვეყანაში მაგრამ დღეისთვის ეს უნდა იყოს საქართველოსთვის ქვეყნისთვის სახელმწიფოსთვის მიზანი და თქვათ 50,000 უნდა გადაუხადოს იმას სტუდენტს და ასწავლოს კიდევ უფრო უკეთეს უნივერსიტეტში ამასაც ეს უნდა იყოს რეალურად ჩემი აზრით ასე ვთქვათ სახელმწიფოს მიზანი იცით რატო სახელმწიფოს მიერ ჩადებული თითოეული თეთრი ლარი ამ საქმეში არის ინვესტიცია ქვეყნის განვითარებაში და ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა გაგვიგრძელდა განათლების სფეროში შევეხო და ძირითადად მაინც განათლებაზე გვაქვს აქცენტი და ალბათ სხვა თაობა მაინც განათლებაზე იქნება აქცენტირებული თითქმის ყოველთვის იმიტომ რომ ჩვენ მამების და დედების თაობა ვართ და ყოველთვის გული შევტკივა რომ ჩვენი შვილები იყვნენ განათლებულები ან მიიღონ ის პროფესიული განათლება მაინც რომელთაც უზრუნველყოფენ რომ დასაქმნი და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე რომ ვერაუბრით რა თქმა უნდა ამ პრობლემას ვერანაირად მაგრამ მოდით აი გადაცემის ბოლოს მე მინდა სულ ერთ სხვა პრობლემას შევეხო რომელიც ასევე დაკავშირებულია ახალგაზრდულ პრობლემასთან და მე მიმაჩნია არანაკლებ მნიშვნელოვანი კი არა გადამწყვეტია ქვეყნისათვის იცი შენ კარგად რომ ჩატარდა კვლევა რომლის თანახმადაც 50 წელიწადში თუ ესე გაგრძელდა ჩვენი განვითარება დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური და მაინც ეკონომიკა სოციალურ საკითხებთან არის ყველაფერი დაკავშირებული ჩვენ გვაქვს გადაშენების წინაშე მდგარი ერი ანუ ძალიან ცუდად არის საქმე რეალურად აი სწორედ ამაზე უნდა იყოს კანგაში ატეხილი სწორედ იმაზე უნდა იყოს მთელი სახელმწიფო და საზოგადოება შეიძლება იყოს ბალიშები გადართული რომ რაღაცა პოლიტიკა შემუშავდეს ახალგაზრდული ოჯახების მხარდაჭერის, ახალგაზრდების მხარდაჭერის, შვილოსნობის რაოდენობის გაზრდის და ასე შემდეგ. აი ამ მიმართულებითაც ჩვენი გადაცემა ძალიან აქტიურად იმუშავებს, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა ვინც ჩახედულია ამ საქმეში, მან კარგად იცის, რომ განქორწინებების რაოდენობა კატასტროფულად გაზრდილია ქვეყანაში. და ამისი ძირითადი მიზეზი კი სახელდება რომ ცოლ-ქმარი ვერ შეეგუა ერთმანეთს და არის ესეც საკითხები, მაგრამ ეს არის პირველ რიგში სწორედ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული და განათლების დეფიციტთან ისე დაკავშირებული. აქედან გამომდინარე მე მგონი თუ განგაში ზარია შემოსავლების სწორედ ამ საკითხზე რომ ხდება ახალგაზრდული ოჯახების მხარდაჭერა უნდა მოხდეს და იცით რა არის სახელმწიფო რაც არ უნდა მძიმე სიტუაციაში უნდა იყოს ფინანსური თვალსაზრისით ასე ვთქვათ მაინც უნდა გამონახოს საშუალებები რომ მინიმალური დახმარება მაინც გასწიოს ამ კუთხით იცით რა არის აი ყოველ შვილზე მე ამდენ თანხას გადავიხდი ერთჯერადად ეს არაფერი არ არის გამიგეთ როდესაც იმ ახალშობილის მამაც და დედაც დაუსახლებელია ან პერსპექტივაში დაუსახლებელი იქნება. როდესაც ახალგაზრდას არ აქვს ცხოვრების
ელემენტარული ესენი რა ქვია პირობები, როდესაც დასვენების პირობები არ აქვს, განათლების პირობები არ აქვს და ასე შემდეგ და ყველაფერი ეს თავს ეკრება. აბსოლუტურად მაგაზე მინდა რომ გაამახვილო ყურადღება. აბსოლუტურად სწორად ჩამოყალიბე ის პრობლემები რეალურად რაც დაკავშირებულია ამ საკითხთან მეც უბრალოდ დაგეთანხმე მე ალბათ განსხვავებულს ვერაფერს ჩამოვწვევ ამ საკითხებთან მიმართებაში. მაგრამ აქაც რეალურად ძალიან რაღაც თქოს ავიკვიათეთ ეს განცდების. არა, იცი მე რა საერთოდ მყავს აქ. 1995 წელს რო არც ერთი ნაბიჯი არ იღმეოდა. 2015 წელს ორი ნაბიჯი მაინც ჰქონდა გადაგვედგა. ანუ წინსვლა ხონდა იყოს, რაღაცა ტენდენცია ხონდა იყოს გამოკვეთილი. აი სახელმწიფოს ხონდა ქონდეს ძალიან მძლავრი ბერკეტი იმისა, რომ დაეხმაროს ახალგაზრდა ოჯახებს, რავალშვილიანი ოჯახებს. მანდ მარტივი პასუხი. სახელმწიფომ დღემდე ამ 25 წლის განმავლობაში ეგ არის, ანუ ესე ვთქვათ, ეგ ისეთი საკითხია, რადგან ეხლა შენ საუბრობ და როგორც დასვრის საკითხი, ეგ პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფო მიდგომასთან. რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებ და რა ტიპის სახელმწიფოში ვაპირებ ცხოვრებას. მოდი ესე ვთქვათ, ხო დღეს თესამალე 25 წლის გავიდა რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო და დღემდე ვერ გადაგვიწყვეტია რა გვინდა. როგორ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, ეს რეალურად ვერ გადაუწყვეტია. ჩვენ გვინდა ვთქვათ კაპიტალისტური ისეთი მემარჯვენე ლიბერალური სახელმწიფოში ცხოვრება თუ ვთქვათ ისეთი ტიპის ევროპული სოციალური შენი აზრით როგორ შევა? ხო? ნუ მე სიმართლე გითხრა რა დასამალია და მემარჯვენე ცენტრისტი ვარ. ხო, მაგრამ ესეთ გარდამავალ სიტუაციაში ამიტომ ვარ პროცენტრისტიც, რომ მემარჯვენე ასეთ სიტუაციებში რატომარებაში საქართველოს ვფიქრობ, რომ უნდა იყოს, ვთქვათ, გარკვეული მემარცხენე, მოდი ესე რომ ცუდი კლასიფიკაცია ზოგადად მემარცხენე მემარცხენეა და არ ისეთია, მაგრამ რომ იყოს ესეთ პროექტები, ვთქვათ, რომ რადგან შესაუბრობთ ესეთ ხარდაჭერის პროექტები, იმიტომ რომ ეს არის რეალობა, რაც ხვალდაზე უკვე აღარ არის მართლა საუბარი იმაზე, რა გვინდა და როგორ ხვალდაზე გადავშენებთ. ამაზე მოვულოდნელობთ. 90% გაგატაკებული კი არა, 90% მცირე და საშუალო მეწარმე როგორ მაშინ გადმოვალთ თქვენ რელსებს. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმები. მანამდე შეუძლებელია რომ გადმოვიდეთ შენ რელსებზე, იმიტომ მაგრამ მოდი ესე გეტყვი, შემოგიწრია იმისთვის რომ 90% მცირე და საშუალო ბიზნესი კონდეს საქართველოში. აბსოლუტურად უნდა გაათავისუფლო ბიზნესი სახელმწიფო წნეხისგან. გეთანხმები. მაგაზე არც არის ლაპარაკი. ანუ ეს არის ჩვენი ბიზნესი. მაგაზე არც არის ლაპარაკი. თუმცა ეს პრობლემად რჩება და ალბათ ჩვენ უფრო სერიოზულად დავფიქრდეთ, როგორ მოვახდინოთ ამ პრობლემის უფრო აქტუალიზაცია, მოვიწვიოთ შესაბამისად სტუმრები ჩვენ გადაცემაში და ალბათ თითოეული თემა საკითხებს ჩავშლი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ თუ ჯერ კიდევ ვერ განვიხილეთ. დღეს მხოლოდ ზოგადად საუბრობდით, მიმოვიხილეთ ძალიან მცირე ნაწილი იმ პრობლემებისა, რომელიც ჩვენ ახალგაზრდობას აწუხებს. შემდგომი გადაცემები ჩვენ უკვე სათითაოდ თითოეულ თემას უნდა მივუძღვნეთ ჩვენი სტუმრებით და ძალიან საინტერესო საუბრებით. მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მაყურებელს, რომ თუ თქვენ სხვა თაობის წარმომადგენლებს ანდებით დავეკავშირდით, აუცილებლად გამოგვეხმაურეთ, მოგწერეთ თქვენი მოსაზრებები. თუ გნებავთ ჩვენთან ერთად ეთერში გამოსვლა დიდი სიამოვნებით მოგიპატიჟებთ, ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და შევქმნათ გარკვეული ამინდი იმისათვის, რომ რაღაცნაირად წავადგეს ეს სხვა თაობა ჩვენ ახალგაზრდობას. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის. ბოლოს რა სიტყვა? ბოლოს ეხლა ვფიქრობდი ერთი იდეა მომივიდა. თემატიკა იგივე გადაცემების თემატიკა სავსებით შესაძლებელია, რომ გარკვეულ რაღაც ჩვენი სავსებით მოვახერხოთ და გარკვეულ ინტერაქტივით კი გავაკეთოთ, ვთქვათ, გამოვკითხოთ ელემენტარულად ახალგაზრდობა რაზე უჩვენიათ, რომ სხვა თაობას უსვინო. ძალიან საინტერესოა, მაგრამ ვაიდა რო თქვა რომ საერთოდ გაჩერდით. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ვისმენდით, ვიხურებდით. გემშვიდობებით დროებით ეს იყო გადაცემა სხვა თაობა და მომავალ შეხვედრამდე, მომავალ კვირას ველოდებით თქვენ გამოხმაურებას.
გულისხმობს, ჩვენ კი ძალიან საინტერესო თემებით და სტუმრებით დაგებრუნდებით. დღეს ცოტა ასე ვთქვათ, პირველი გადაცემა იყო და ჩვენს მოვიწყდეთ თემას, დავაკვირდებით. რა თქმა უნდა და იმედია თანდათან ეს გადაცემა ხო, მე ერთადერთი აი პირობას ვიძლევი და გარანტიას ვიძლევი, რომ ეს გადაცემა იქნება ძალიან აქტუალური, ძალიან საინტერესო და თითოეული თემა, რომელიც იქნება ჩვენთან დასმული და რომელსაც ჩვენი მაყურებლებიც დასვამენ და გააქტიურდებიან, აუცილებლად იქნება განხილული და აუცილებლად ვეცდებით ჩვენ სტუდიაში მოვიყვანოთ შესაბამისი სტუმრები და უფრო აი ესეთი რაღაცა შევქმნათ გარკვეული ადგილი, საცა იქნება არა მარტო მსჯელობი, არამედ პრობლემის გადაწყვეტის გზების გამონახვის ადგილი. რა თქმა უნდა, შედეგებზე ვარ რა თქმა უნდა, სწორედ ამას ემსახურება გადაცემა სხვა თაობა, ეხლა გემშვიდობებით მომავალ შემოდგომამდე.